საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გორში არასრულწლოვან ძმებზე სავარაუდო მოძალადე 4 პირს ბრალი წაუყენა. საქმე ეხება TikTok-ზე ქურდული სამყაროს შეურაცხყოფის გამო მომხდარ დაპირისპირებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წელს 16 მაისს გორში წარსულში ქურდობისთვის და ცემისთვის ნასამართლევი არასრულწლოვნის ინიციატივით არასრულწლოვან ძმებთან შეხვედრა შედგა, რა დროსაც მან სხვა არასრულწლოვანებთან ერთად დაზარალებულებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც დაკავებულის ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობს. სასამართლო პროცესზე კი დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვს. ბრალი წარედგინა კიდევ 4 მოზარდს. გამოძიება ვედავება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილს, ეს არის ჯგუფური ძალადობა არასრულწლოვანის მიმართ, რაც 2 წლის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩემთვის გუშინაც ცნობილი იყო, თუმცა დადასტურდა უამრავი მოწმის ჩვენებით, რომ აღნიშნული კონფლიქტი უკავშირდებოდა პირად შეურაცხყოფას, რომელიც განხორციელდა TikTok-ის მეშვეობით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დაზარალებულის მხრიდან. ამას ადასტურებენ როგორც ნეიტრალური მოწმეები, ასევე ის მოწმეები, რომლებიც არიან დაზარალებულის მეგობრები. არა, ის რომ იყო ძალადობა იმის გამო, რომ დაზარალებულმა პირადი შეურაცხყოფა მიაყენა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ამას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც გუშინ არ უარყოფდა და არც დღეს არ უარყოფს. მხოლოდ და მხოლოდ მოტივი ის, რაც იყო გავრცელებული და რამაც გამოიწვია საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაღიზიანება და ალბათ სამართლიანი გაღიზიანებაც მინდა ვთქვა, რაც შეეხებოდა ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევას, ქურდულ მენტალიტეტს თუ ასე შემდეგ, რაც დაკავშირებულია ამ სისტემასთან, ეს არ დასტურდება არც ერთი მოწმის ჩვენებით. პროკურატურამ მიმართა სასამართლოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით აკვეთი ღონისძიების სახით. მე რა თქმა უნდა ვეცდები დავარწმუნო სასამართლო, რომ 16 წლის მოზარდის საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება არ იქნება სამართლიანი და ვერანაირად ვერ წაადგება მის რესოციალიზაციას, იმიტომ რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რა თქმა უნდა ნანობს და განიცდის იმას, რომ აღელდა, ვერ გაუწია თავს კონტროლი და მოკლედ ფიზიკურად იძალა და ცემა სუბუქად დაზარალებული